თავი მეხუთე. გავიდნენ ზღვის გადაღმა, ღერასანელთა მხარეში. ნავიდან გადმოსულს მიეჭრა კაცის სამარხებიდან არაწმიდა სულით შეპყრობილი. მას სამყოფელი სამარხებში ჰქონდა და ჯალჭვებითაც კი არავის შეეძლო მისი შეკვრა. ნაიდან უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ წყვეტდა ჯაჭვებს, ამსხვრევდა ბორკილებს და არავის შეეძლო მისი დამორჩილება. მუდამ დღედაღამ სამარხებსა და მთებში ღრიალებდა და ეხეთქებოდა ლოდებს. როგორც კი დაინახა შორიდან იესო, მიირბინა მასთან და თაყვანისცა. ხმამაღლა ეყვირა და უთხრა: რა გინდა ჩემგან ძეო უზენაესი ღვთისა? ღმერთს გაპიცებ ნუ მტანჯავ. რადგან უთხრა მას: გადი ამ კაცისაგან არაწმიდა სულო. კითხა მას: რა არის შენი სახელი? მან უპასუხა: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრი ვართ. ძალიან ევედრებოდა, რომ ამ არემარედან არ გაეძევებინა ისინი. იქ კი მთასთან ღორების დიდი კოლტი ძოვდა. შეევედრნენ მას და უთხრეს: მიგვრეკე ღორებთან, რომ შევიდეთ მათში. დართო მათ ნება და გამოსული არაწმიდა სულები შევიდნენ ღორებში. ეს კოლტი დაახლოებით 2000-მდე ყბოდედან ზღვას მიეწყდა და ჩაიხრჩო ზღვაში. ხოლო მათი მაძოვებელნი გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს და გამოვიდნენ, რომ ენახათ რა მოხდა. მოვიდნენ იესოსთან და ხედავენ ეშმაკეული, რომელსაც ლეგიონი ყავდა, ზის შემოსილი და გონთმოსული და შეშინდნენ. ხილველებმა უამბეს მათ რა დაემართა ეშმაკეულს და ღორებს. დაუწყეს ხვეწნა გასცლოდა მათ საზღვრებს. როდესაც ადიოდა იგი ნავში, ყოფილი ეშმაკეული შეევედრა, რომ თავისთან დაეტოვებინა. ნება არ დართო მას, არამედ უთხრა: წადი შენ სახლში, შენიანებთან და უთხარი მათ რა გიყო ღმერთმა და რაოდენ შეგიწყალა. წავიდა იგი და დაიწყო ქადაგება 10 ქალაქში, თუ როგორ მოექცა მას იესო და უკვირდა ყველას. როცა იესომ კვლავ გამოღმა გამოსცურა ნავით, დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან. ზღვის პირას იყო იგი. და აჰა მოვიდა სინაგოგის ერთი უფროსთაგანი, სახელად იაიროსი. დაინახა თუ არა იგი, მის ფერხთით დაეცა. ბევრს ევედრებოდა მას და ეუბნებოდა: ჩემი გოგონა სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ გამოჯანმრთელდეს და იცოცხლოს. წაჰყვა მას. დიდძალი ხალხი აედევნა და ზედაწყდებოდა. ერთმა ქალმა, რომელსაც 12 წელიწადი იყო, რაც სისხლის დენა სჭირდა, მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი მრავალი მკურნალისაგან და რაც რამ გააჩნდა, ყველაფერი დახარჯა, მაგრამ ვერაფერმა უშველა. უარეს დღეში ჩავარდა. მოისმინა იესოზე. ხალხში ზურგს უკნიდან მოუარა და შეეხო მის სამოსელს. რადგან ამბობდა: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო. და იმ წამსვე დაიშლიტა მისი სისხლის წყარო და სხეულში იგრძნო, რომ განიკურნა სადგივარისაგან. და ამ დროს იესომ იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან. მიუბრუნდა ხალხს და უთხრა: ვინ შეეხო ჩემს სამოსელს? მისმა მოწაფეებმა უთხრეს: ხედავ ხალხის ზედგაწყდება, შენ კი ამბობ, ვინ შემეხო? მან მიმოიხედა, რომ დაენახა ამის ჩამდენი. ქალი, რომელმაც იცოდა, რაც თვითონ დაემართა, შიშით და თრთოლვით მივიდა. მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე უთხრა. მან კი უთხრა: ასულო, შენ მარწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და მორჩენილი ხარ შენი სენისაგან. ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა, რომ მოვიდნენ სინაგოგის უფროსისაგან და უთხრეს: შენი ასული მოკვდა, რაღაცა უხებ მოძღვარს. იესომ კი ამ სიტყვების მოსმენისთანავე უთხრა სინაგოგის უფროსს: ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს. არავის დართონება წაჰყოლოდა პეტრეს, იაკობის და იოანეს, იაკობის ძმის გარდა. მივიდნენ სინაგოგის უფროსის სახლში და ხედავს, არეულობაა, ტირიან და ბევრს მოთქვამენ. შევიდა და უთხრა: რაზე სწუხართ და ტირით? არ მომკვდარა ბავშვი, სძინავს მხოლოდ. ისინი დასცინოდნენ მას, მან კი ყველანი გამორეკა. წაეყვანა ბავშვის დედმამა და მასთან მყოფნი და შევიდა, სადაც ბავშვი იწვა. აიღო ბავშვის ხელი და უთხრა: ტალითა კუმი, რაც ნიშნავს: შენ გეუბნები გოგონა, ადეგ. და მყისვე წამოდგა გოგონა და გაიარა. ვინაიდან 12 წლისა იყო. მათ დიდად გაუგურდათ. მან მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს ამბავი. უთხრა: საჭმელი მიეცათ მისთვის.